საქართველოს უბრალოდ პოპულარული გახდა არაბულ ქვეყნებში რა, იგივე ემირატებში, იგივე საუდის არაბეთში და მერე უცბად მოინდომა უძრავქონებაში ინვესტირება და ამან გამოიწვია ერთი ფასების ზრდა და მეორე რუსეთ-უკრაინის ომმა. კიდე ბევრი ასაშენებელი ხო? მარტივად შეგვიძლია სლოგანი პოლიცია ვერ შედიოდა იქ, იმიტომ რომ ვერ ერეოდა იქაურ მოსახლე. ესეთი მდგომარეობამდე არ უნდა მივიდეს ალბათ. ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფოს ეს დავახატინოთ თბილისი და მე ყველა შენობა დავანგრიოთ და ახლები ავაშენებინოთ თავიდან. თავკომბალა ქალაქი კი, რასაც ვეძახით ხო? ანუ ეს ეკონომიკა რომ ესე ვითარდება, მხოლოდ კონკრეტულ ქალაქებში ვითარდება და არა სხვა ქალაქებში, ამიტომაც ღირს აქ ძვირი. სანგრევია ეს корпуსები, ანუ რო აშენდა და ვადა მიეცა 50 წელი, გავიდა ის 50 წელი, ანუ დღეს უკვე როდის დაინგრევა არავინ არ იცის რა. გამარჯობა, დაგიბრუნდით Founders Club-ის მომდევნო ეპიზოდით. სანამ სტუმარს გაგაცნობთ, ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ ჩვენი პოდკასტის წარმომადგენია IT სერვისებისა და კიბერუსაფრთხოების პროვაიდერი კომპანია LiveSupport, რომელიც თქვენს ბიზნესს უქმნის მყარ საძირკველს შეუფერხებელი და გამართული მუშაობისთვის. ხოლო ჩვენი სპონსორია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აუდიტორული ქსელის More Global-ის წევრი საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია More ABC. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ლევან ლაბარტყავა. ლევანი არის საინვესტიციო უძრავი ქონების სააგენტო Lealtoris დამფუძნებელი და უძრავი ქონების ექსპერტი. მოგესალმებით, ბატონო ლევან. მადლობა, რომ დაგვითმე დრო. თქვენს მადლობა მოწვევისთვის. ესეთ კარგი გარემოში. კი ბატონო. ესე იგი, ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ ძირითადად უძრავ ქონებაზე, თუმცა გზა თუ რამე საინტერესო თემა შემოგვესაუბრება არც ეგ არის უბრალოდ. მოდი დავიწყოთ, აი ბოლო წლებში ბევრი რაღაც მოხდა, ხო, უძრავი ქონების ბაზარზე. ბოლო 5 წელი, 6 წლის რაღაც პერიოდი რომ ავიღოთ, ჯერ იყო რომ პანდემიის დროს მცირდებოდა ფასები, ბაზრის ზომა მცირდებოდა, შემდეგ დაიწყო ზრდა და ბოლო ანგარიშებს თუ ჩავხედავთ, უკვე სტაბილიზაციის ფაზაში შედისო ამბობენ. რა მდგომარეობაა, როგორ შეაფასებ, მოკლედ რომ აი რაღაცა შესავლისთვის დღეს სადვართ უძრავი ქონების ბაზარზე. ეხლა ვართ იქ სადაც უნდა ვიყოთ. მარტივად რო ვთქვათ და უფრო რო გავშალოთ ნორმალურ გარემოში, ანუ ისეთ გარემოში, სადაც სტანდარტულად ვითარდება უძრავი ქონების ბაზარი, სტანდარტულ ნიშნულს დაუბრუნდა ფასების ზრდა, ანუ სტანდარტულ ნიშნულს გულისხმობ ხოლმე რომ წლიურად დაახლოებით 5-დან 7%-მდე ეს არის ჩვეულებრივი ნიშნული, რომელიც მიყვება ასევე ინფლაციას, ასევე ეკონომიკურ ზრდას და სხვადასხვა ფაქტორებს და იმ რყევებისგან უკვე გამოვედით, რა რყევებიც იყო 2023-ში, ნუ ყველაზე 22-დან 23 და შემდეგ 24-შიც რაღაც დონეზე ცოტათი შეინარჩუნა ეს რყევები, იყო რომ სწრაფად გაიზარდა უძრავი ქონების ფასები, ვიცით ეს რომ იყო განპირობებული გადავადებული მოთხოვნით, ერთი ეს იყო, გადავადებული მოთხოვნა ნიშნავს რომ ადამიანები ორი წელი სახში იჯდნენ და ფული, რომ ეს დაგროვილი ფული რომ ჰქონდათ და ვერაფერში ვერ ხარჯავდნენ, ვერც მოგზაურობაში, ვერც საყიდლებში და ვერც სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში, ყველამ მერე უცბად მოინდომა უძრავ ქონებაში ინვესტირება და ამან გამოიწვია ერთი ფასების ზრდა და მეორე რუსეთ-უკრაინის ომმა, როდესაც ეს ექსპატები შემოვიდნენ და ეს დიდი ნაკადი ერთი რომ მათ წარმოქმნეს მოთხოვნა, მეორე ქართულმა ხალხმა იფიქრა რომ ავშენდით, ესე მაგრად გაიზარდა ქირები და ყველამ დაიწყო უძრავ ქონებაში ფულის ინვესტირება და ბინების ყიდვა. აი ამიტომ იყო ეს რაღაცა არანორმალური მოთხოვნა. თორე ეხლა რაც ხდება ბაზარზე, უკვე დასტაბილურებულია, აღარც რადიკალური რაღაც გადახვევები შეინიშნება და არც არასტანდარტული მოთხოვნები, გვაქვს დაახლოებით 90% ადგილობრივი მოთხოვნა ქართველების მხრიდან უძრავი ქონების ბაზარზე და 10% უცხოელების მხრიდან. თუმცა გააჩნია ადგილმდებარეობას, ხო, ქალაქს, აი მაგალითად გალტ ტაგარტის ანგარიში იყო ბოლოს, რასაც ჩავხედე მე, როგორც წესი აქვეყნებენ ხოლმე წლიურ ანგარიშებს უძრავი ქონების ბაზარზე.
თბილისში როგორც თუ ზუსტი ციფრი შეიძლება არ მახსოვდეს, მაგრამ 80% მოდიოდა ადგილობრივებზე დაახლოებით, შეიძლება 90, მაგრამ ბათუმში მოდიოდა საცხოვრებელზე, ბათუმში მოდიოდა საინვესტიციოზე. და ეს საინვესტიციო უფრო მეტად ხო უცხოელებისგან მოდის, როგორც წესი საინვესტიციო ქონებაში დაბანდება. თუ აქაც ადგილობრივი ისინი არიან, რა ქვია, სურველები. კი, სწორად აღნიშნე, თუ სწორად მახსოვს 60% იყო ბათუმში უცხოური ბაზრის მოთხოვნა, უცხოური ბაზრიდან, ანუ არარეზიდენტების მხრიდან მოთხოვნა, 60-ის პარაგლებში იყო და ეგრეა კი საინვესტიციო მოთხოვნა კურორტებზე ძირითადად უფრო არის არა ქართული მოსახლეობისგან ეს მოთხოვნა განპირობებული, არამედ სხვა ბაზრებიდან. და იდეაში ეს მარტო საქართველოში არ ხდება. ყველგანასია რა, კურორტებზე, ესპანეთი იქნება, არ ვიცი, მონტენეგრო იქნება, თუ იგივე დუბაიც რო ავიღოთ, ხო? ანუ სადაც ზღვა არის და სადაც დამსვენებელია და ტურიზმია და რაღაცა სწრაფი განვითარება და სამომავლოდ რაღაც უბრალოდ გარედან მიმზიდველად ჩანს რომელიღაცა ქალაქი, ამ ქალაქებში ყოველთვის უფრო მეტად ტურისტი და უცხო ქვეყნის მოქალაქე ცდილობს ფული დააინვესტიროს. აი რუსეთიდან და უკრაინიდან მიგრანტები ვახსენეთ, ხო? ეს ეფექტი რაღაც ერთგვარი ბუშტი შეიქმნა მაშინ, ხო, უძრავი ქონების ბაზაზე. ეს ეფექტი მიილია რუსი მიგრანტების თუ ჯერ კიდევ აქვს გავლენა და აი ბევრმა მე როგორც მახსოვს, რადგან ჟურნალისტი ვარ, ამაზე მიწევდა ხოლმე მუშაობა რა და გარკვეული პერიოდის მერე და რუსებთანაც რო რაღაცა მქონია კომუნიკაცია ბევრმა დატოვა როგორც მახსოვს და გადავიდა სომხეთში იმის გამო რომ ფასები ზედმეტად იყო აქ გაზრდილი. დღეს რა ხდება ამ კუთხით? ხო, ანუ მიილია. მარტივად რო გითხრა, ხო მიილია. ცოტა თუ გინდა რომ განვავრცოთ ეს საკითხი, არის ის რომ რეალურად ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, სადაც რუსეთის მაცხოვრებლები ჩავიდნენ, ყველგან აწიეს ფასები, არა მარტო საქართველოში. იგივე მოხდა ერევანშიც, იგივე მოხდა სტამბოლშიც, დუბაიშიც და სხვა იმ ქალაქებში, სადაც ძირითადად ძალიან დიდი რუსეთის და რუსულად მოლაპარაკე ეროვნების ტურისტი ჩავიდა, იმიტომ რომ ვიცით რომ მათი ქცევა ხარჯვასთან დაკავშირებით განსხვავებულია ევროპელ ტურისტთან და განსხვავებულია ისე რა სულისმრ ამერიკელ ტურისტთან. განსხვავებული არის ის რომ ნაკლებს ხარჯავენ თუ მეც. მაგალითად რო ავიღოთ მილიონერი, აი 1-2 მილიონი დოლარი რო აქვს რაღაცა ანგარიშზე ევროპელი ადამიანი, ხო? რომელსაც დანაზოგი აქვს და 1-2 მილიონი დოლარი რუსი ტურისტი და ევროპელი ტურისტი, ხო? ევროპელი დახარჯავს რაღაცა მოგზაურობაში, არ ვიცი 5000 დოლარის ფარგლებში, რაღაც ნორმალურად შეჭამს დალევს და ისვენებს, ხო? იგივე გაქანების რუსი ტურისტი შეიძლება 10-ჯერ მეტი დახარჯოს, რა 5000 და 50000 დოლარი დახარჯოს თავის გართობაში და დასვენებაში. აი ქცევა არის განსხვავებული რა და ამიტომ ვიძახი რომ სადაც ჭარბობს ამ ეროვნების ადამიანები და ტურისტები, იქ ფასები უფრო სწრაფად იწევს ხოლმე რა. ეს რატო ხდება, ნუ რა ძალიან მაშინ რა ქვია დიდ გარჩევაში რო არ ჩავიდეთ, ჩვეულებრივ ეკონომიკური მოვლენა არის, როდესაც მოთხოვნა იქმნება და ხარჯვალობითი დონე იზრდება ტურისტების მხრიდან, შესაბამისად ადგილობრივი მაცხოვრებელი იქნება თუ ბიზნესმენი, ყველა ფიქრობს, რომ კარგად არის სიტუაცია და მოდი ფასები გავაძვირო. ამიტომაც ხდება ეს. ზოგადად როგორ ფიქრობ რა, აი უძრავი ქონების ფასი უნდა შემცირდეს თუ ამ ზრდას უნდა დაეციოს ადამიანების შემოსავლის ზრდა? უძრავი ქონების ფასები ალბათ აღარ შემცირდება. სხვა მაგალითებიც რო ავიღოთ. მაგალითად რატო აინვესტირებენ? ყველაზე კარგი მაგალითია ხოლმე ამის ასახსნელად ვიშველიებ ხოლმე ისრაელის ბაზარს. რატომ ისრაელის მოქალაქეები რატომ აინვესტირებენ აქტიურად თბილისის უძრავ ქონებაში. ბათუმშიც, მაგრამ უფრო მეტად მათ თბილისი აინტერესებთ რა განსხვავებით სხვა ტურისტებისგან. იმიტომ რომ ისინი ელოდებიან რომ განმეორდება იგივე მაგალითი რაც მოხდა თელ-ავივში მაგალითად, ხო? ანუ მათ იციან, გაიარეს ეს რომ
იქაც თელ-ავივშიც იყო დრო, როცა ღირდა 3, 4 და 5000 დოლარი კვადრატული მეტრი და დღეს ღირს 20000 და 25000 დოლარი კვადრატული მეტრი. იგივეს ელოდებიან, რომ თბილისშიც მოხდება და როდესაც ვესაუბრებ პირად საუბრებში ისრაელიდან გადმოსულ ინვესტორებს, ამიხსნეს ესე რომ იმის გამო რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა და ინდუსტრიული ქალაქებიც განვითარებული სხვა ქალაქებთან შედარებით თბილისი, ბათუმი, მესამე შეგვიძლია ავიღოთ ქუთაისი, ხო? ესეთი ქალაქები არის ცოტა, სულ 2-3 ქალაქია, ამიტომ ამ ქალაქებში ცხოვრების მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, უფრო მეტ ადამიანს უნდა ამ ქალაქში ჩამოსვლა რაიონებიდან და ცხოვრება, ასევე უცხოეთიდან თუ გადმოდის ადამიანი, მხოლოდ ამ ქალაქებს ირჩევს საცხოვრებლად. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა სულ იზრდება, როგორც ერთი საინვესტიციო მიმართულებით, ანუ ვინმე თუ რაღაცას შეაგროვებს, ან რაღაცა დანაზოგს ფულს თავს მოუყრის, თუნდაც ემიგრანტი, თუნდაც ადგილობრივი, ისიც ამ ქალაქებში ფიქრობს მხოლოდ ამ ქალაქებში ინვესტირებას, ასევე ადამიანები, ვისაც უნდა თავისი ოჯახის წევრებისთვის, ან ოჯახების დაყოფა, ვიცით რომ ჯერ არ დასრულებულა ეს პროცესი, მათაც ის ადამიანებიც მხოლოდ ამ ქალაქებში ფიქრობენ ბინის ყიდვას და ცხოვრებას. ამიტომ ეს ქალაქებიც ხო სასრულია, ანუ რაღაცა ვეღარ კი იზრდება თბილისი, ხედავთ ჩვენ რომ სადღაც ხო გაჩერდება რა. 5-10 წლის წინ, მაგალითად 15 წლის წინ, რომ ის რა ქვია, ბინა ვიყიდე ჯიქიაზე, მაშინ რა მდგომარეობა იყო ჯიქიაზე და დღეს რა მდგომარეობა, ლამის საბურთალოს ცენტრი გახდეს უკვე ჯიქიას დღევანდელი პოლიტიკოსკაიას ქუჩა. და რა ხდებოდა 15 წლის წინ, ძალიან კარგად მახსოვს იქ, რომ სულ 2 კორპუსი იდგა თუ 3 კორპუსი და იზრდება ქალაქი, მაგრამ სწორად აღნიშნე, სასრულია ეს ზრდა, სადღაც გაჩერდება, ამიტომ ეს გაჩერება კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს ფასების ზრდას. და რაც შეეხება შემცირება ჩემი აზრით მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაცა მცირე მოკლევადიან ფაქტორები იმოქმედებს ამ უძრავი οικონომიკის ფასზე. და ეგ არის ალბათ ყველაზე კარგი პერიოდი საინვესტიციოდ, ხო? როდესაც მცირდება ფასი, მაშინ უნდა ვიყიდოთ უძრავი იქონება. ზუსტად, კი, აი პანდემიის დროს ახლა არ ვიცი, ბევრმა დაინვესტირა თუ არა უძრავ იქონებაში, მაგრამ მე დავაინვესტირე 3 ბინა ვიყიდე. პანდემიის დროს, როდესაც ფასები დაეცა და ყველა დეველოპერული კომპანია გაჩერდა და არ იცოდნენ რა მოხდებოდა და ამ დროს რა ვიცი, მარტივი დასკვნა გამოვიტანე ხა თუ ეს აპოკალიფსია და დედამიწა ნადგურდება და ყველანი ვიხოცებით, ოკეი, მაშინ ეს სესხი გადასახდელი აღარ მექნება, რა სესხიც ავიღე, თუ ამან გადაიარა და ისევ ეკონომიკური აღმავლობა დაიწყო, მაშინ ეს 3 ბინა ხო დამრჩება და ფასები გაიზრდება და ამ სესხს მარტივად გადავიხდითქო და ეს იპოთეკურ სესხით ვიყიდე 3 ბინა და გაამართლა საკმაოდ დიდი მოგება მივიღე. შვენიერი. აი შენ ახსენე, რომ ძირითადი მოთხოვნა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთხოვნა საიდანაც არის ისრაელიდან, ხო? სხვა კიდე რომელი ქვეყნებიდან ასე ვთქვათ არის ძირითადი მოთხოვნა ქართულ ბაზარში. შეგვიძლია ქალაქებსაც გავყვეთ, ან ზოგადად ქართული ბაზარი რო ავიღოთ ისრაელის გარდა ვინ არის კიდე ვისაც უნდა ჩვენ ქვეყანაში მიწის ყიდვა და ინვესტირება. გალფის ქვეყნები გააქტიურდნენ, ყოველწლიდან წლამდე იზრდება არაბული ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციები, ანუ პირობითად თუ არ ვიცი 3 წლის წინ იყო რაღაც. ზუსტად არ მახსოვს, ხოლმე ციფრები კარგად ვერ ვიმახსოვრებ, მაგრამ დაახლოებით მახსოვს, რომ 1% ნახევრის ფარგლებში იყო რაღაც. 3 წლის წინ ინვესტიციების ოდენობა გალფის ქვეყნებიდან დღეს უკვე 3%-ზე, ანუ 2 და 3-ჯერ გაიზარდა. და ეგ რაზე მეტყველებს? ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. ეს ზრდა, აი რაზე მეტყველებს, რომელი ქვეყნიდანაც იზრდება, ეგ შენს ბაზარზე რაზე მეტყველებს? ერთი პოპულარიზაციაზე, უბრალოდ იმ ქვეყნებში პოპულარული გახდა საქართველო. ეგ არის ერთი. მე აი როგორც მაგალითად არ ვიცი, რაღაც პერიოდი იყო, რომ კვიპროსი გახდა ძალიან პოპულარული ინვესტორებში და ქართველი იყო, ევროპელი იყო თუ რუსი, უკრაინელი თუ აი სხვა ქვეყნები, ან ბევრი აინვესტირებდა კვიპროსში უძრავ ქონებაში რა, რაღაც
ბუმი იყო პოპულარობის აი ერთი მაგაზია დამოკიდებული რომ საქართველოს უბრალოდ პოპულარული გახდა არაბულ ქვეყნებში რა იგივე ემირატებში იგივე საუდის არაბეთში და ასე შემდეგ ესეთ ქვეყნებში ხო გავხდით პოპულარული იმიტომ რომ ტურიზმი გაიზარდა ვიცით რომ იზრდება იქიდან ამ ქვეყნებიდან მომდინარე ადამიანები უფრო მეტი ჩამოდიან ხო აქედან გამომდინარე პირდაპირ პროპორციულია ტურიზმი და ინვესტიციები რა ანუ ამას დიდი მტკიცებულება არც უნდა რომ ადამიანი ჩამოდის ნახავს ქვეყანა მოსწონს და რაღაცა კარგად ვითარდება ერთხელ ჩამოვა ორჯერ ჩამოვა მესამე წელს რომ კიდევ უფრო მეტად განვითარებული დახდება რაღაც გარემო უკვე ფიქრობს მოდი აქ ხო არ დავაინვესტირო თანხები რა მარტივად მაგაზიაც არის დამოკიდებული. ინვესტიციების და ესე ეკონომიკურად კარგია, როგორც ასეთი, მაგრამ გარკვეული რისკები ხომ არ ახლავს თან ასეთი ქვეყნებიდან ინვესტიციების ზრდას თუ არ ფიქრობ ეგრე? რისკი ახლავს, კი, ვფიქრობ. ну აი რაღაცა ორ სცენარიო და განვიხილოთ რა რომ რაღაცა უამრავი ადამიანი ჩამოვიდა რაც მოხდა რაც მე დიდად არ მომწონს აი აღმაშენებელზე რაც ხდება რა რომ არის ჩამოსული ძალიან ბევრი მაცხოვრებელი თურქეთიდან მაგალითად ანუ ხანდახან ბევრისგან გამიგია რომ თურქების ქუჩას და უბანს ეძახიან ხოლმე უკვე აღმაშენებლის ქუჩას და იმ ტერიტორიას რა იმიტომ რომ ქართველები ნაკლებად ხო მაგრამ ეგეთი ქუჩები და უბნები ხო ყველა ქვეყანაში არის რომ აი ვიღაც რომელიღაც ერის წარმომადგენლები უფრო მეტნი არიან ხოლმე რა ამ ქუჩაზე კი არის და ხო რა ვიცი ჩაინათაუნი იქნება თუ ის იქნება რა ქვია რაღაცა სხვა ეროვნების დასახლებები და ისინი ხო ქალაქებში და იმებში არის კი და მართვადი უნდა იყოს უბრალოდ ეს პროცესი ეგ არის და ეგ მხოლოდ თორე ის თუ რაღაცა ერთი ქუჩაში დასახლდებიან ბევრი თურქი ირანელი თუ არაბი თუ რუსი თუ არ ვიცი კიდე ნებისმიერ თუნდაც ევროპელი თუ ამერიკელი არ აქვს მნიშვნელობა ხო აი ვიღაცა რომ ზოგს რა ეროვნება არ უყვარს ზოგს რა ეროვნება ხო ეს უნდა იყოს მართვადი პროცესი ალბათ რომ ამ ეს ადამიანები ასე თუ ისე მათი ინვესტიციები მათი საქართველოში შემოტანილი თანხები მათი საქმიანობები და ასე შემდეგ რაღაც დონეზე გაკონტროლდეს რომ შემდეგ უკონტროლოდ არ მოხდეს და ისე არ მოხდეს რომ არის ზოგიერთ ქვეყნებში და ზოგიერთ ქალაქებში და უბნებში ზუსტად ის რომ რაღაცა თუნდაც მარტივად რა ვიღოთ ამერიკულ ფილმებში ბავშვობიდან ხედავდით რომ რაღაცა უბნები რაღაცა ის იყო ხოლმე რა ქვია შავკანიანების უბნები იყო რაღაცა ის თქმა პოლიცია ვერ შედიოდა იქ იმიტომ რომ ვერ ერეოდა იქაურ მოსახლე ესეთი მდგომარეობამდე არ უნდა მივიდეს ალბათ ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ ჩემი აზრით სხვა კუთხით ხადია ახლა რასისტულ განცხადებებს არ ვაკეთებ არა აქვს მნიშვნელობა ეროვნებას უბრალოდ აი მაგალითად ფაქტს ვამბობ რა რომ დავდივარ თუნდაც საბურთალოზე ქუჩაში ყოველი მესამე ალბათ არის უცხოელი რა ან რუსი ან ინდოელი ხადია არანაირი ესე რაღაც რომელიმე ეროვნების მიმართ არანაირი არ გამაჩნია მაგრამ ნუ ეგრე არის რა და გეთანხმები მაგაში რომ ალბათ რაღაც ჩარჩოებში უნდა მოექცეს რა ეს პროცესი რა ხო ანუ რაღაც დონეზე უნდა იზრუნოს ამაზე სახელმწიფომ რომ და გაკონტროლებადი მგონია რა ეგ პროცესი არ მგონია ისეთი მithumetes ჩვენნაირ ქვეყანაში და ჩვენ არის ქალაქში სადაც არ არის ის იმ რაოდენობის მოსახლეობა და ისეთი სიტუაცია რომ უკონტროლო იყოს ზოგიერთი უბანი და არ იცოდეს სახელმწიფომ ან ძალოვან სტრუქტურებმა იქ რა ხდება და როგორი სიტუაცია ამიტომ ამ წუთას დიდ საფრთხეს მაგაში ვერ ხედავ დღესდღეობით რა თუნდაც რო ჩამოვიდეს აი უხეშად რო ვთქვათ რა რაღაცა რამოდენიმე 1000 უცხოელიც რო ჩამოვიდეს აი იგივე არაბი იქნება თუ იგივე ისრაელის მოქალაქე თუ გალფის ქვეყნებიდან და ასე შემდეგ ანუ ეგ არ შექმნის რაღაცა დიდ კლიმატს არც უძრავი ქონების ნაწილში და არც მოსახლეობის ერთი ვარყოფითი შეიძლება იყოს რომ აი ეს ქვეყნები მაგალითად გალფის ქვეყნები რომლებიც ბუნებრივი რესურსები აქვთ ბევრი და მდიდრები არიან უსაშველოდ ჩამოდიან აქ ყიდულობენ უძრავ ქონებას შესაბამისად მოთხოვნას ზრდიან ფასებს ზრდიან და რისკი ხო არ არის იმის რომ საქართველოს რაც მოხდა ხო ანუ რეალურად საქართველოს მოქალაქეებს ვეღარ შეეძლოთ საკუთარ ქვეყანაში შეიძლება ეკონომიკის ის არის თეორიების ამბავია ეგ მაგრამ ეს რისკი ნამდვილად შეიძლება გააჩნიოს რომ ჯერ ერთი რომ ჩვენ ქართველების ასე ვთქვათ მიერ შესყიდვა შეაფერხოს ან შეაფერხოს გულისხმობა იმას რომ გაუძვიროს და შემდეგ უკვე თუ ქართველები მაგალითად ქვეყანას დატოვებენ და წავლენ სხვა ქვეყანაში შეიძლება რომ მათი ადგილიც დაიკავონ და ჩაანაცვლონ არ ვიცი ხა შეიძლება რაღაც კონსპირაციაში გადავედი მაგრამ
იცი რას ფიქრობ ამ ამბავს? პირველ ნაწილში გეთანხმები, მეორე ნაწილში რო ეხა ქართველები გავყარონ და რაღაც ალბათ ძალიან ისეთი თეორიაში მივდივართ და ნაკლებად წარმომიდგენია. შეგვიძლია მაგაზეც ვისაუბროთ, მაგრამ ძალიან შორს წაგვიყვანს. მაგრამ პირველ ნაწილში გეთანხმები, რომ ფასის გზრდის, აი რაც უფრო რეალობასთან ახლოს არის, მოდი მაგაზე ვისაუბროთ რა. ფასის გზის ნაწილში გეთანხმები, რომ რეალობასთან ახლოს არის, რომ რაც უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ჩვენ თბილისის უძრავ ქონებაზე, შესაბამისად $2000 აღარ-აღერება საურთავს კვადრატულ მეტრზე, გახდება 2500, მაგალითად, ხო? მაგრამ მეორე მხრივ რო შევხედოთ ამას, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან რომ ინვესტიციები შემოდის საქართველოში, მათ მოაქვთ ფული თავისი ქვეყნიდან, ანუ მათი ქვეყნის ეკონომიკიდან გამოდის ეს ფული და შემოდის საქართველოს ეკონომიკაში ეს ფული. რამდენად კარგია. მეორე, ეს თანხები რაც შემოდის, ხო? ხმარდება ყველა ჩვენთანგანს, ხო? მაგალითად მე თუ ვარ უძრავი ქონების ბიზნესში ჩართული, ხო? და ვაშენებ корпуს, ხო? ანუ ჩემ ბიზნეს ხმარდება, ხო? მე ვქირავებ უფრო და მეტ ადამიანს, ხო? მარკეტინგში, გაყიდვებში, მშენებლობაში, ტრანსპორტირებაში და ასე შემდეგ, ხო? ანუ ხელფასებს ვზრდი, ხო? ჩემი თანამშრომლების უფრო დასაქმებულ ადამიანებს ვზრდი, უფრო მეც ვასაქმებ და ასე შემდეგ. ამიტომ რეალურად ეს ფული ისევ აკტრიალებს რა, მე რო შემომივა ეს რაღაცა, პირობითად თქვა არაბზე გავყიდე, თქვა რა, ჩემი ბინა, ხო? ეს ფული ისევ ხო აქ უნდა დავხარჯო, ისევ რაღაცა ვიყიდო, მე სხვა ბინა ვიყიდო, ან რაღაცაში დავაბანდო. შეიძლება არ დახარჯო აქ და შეიძლება საზღვარგარეთ დახარჯო. არის მცირედი ნაწილი, მაგრამ მანდაც ვერ დამაჯერებს, ვერავინ რომ ქართველი ბიზნესმენი, რომელიც აქ რაღაც დეველოპმენტით არის დაკავებული, корпуსი აშენოს, გაყიდოს ყველაფერი და გაიქცეს და შეიძლება 100-დან 1-2 იყოს ეგეთი რა, რომ გაიქცეს და არ ვიცი, სადღაც ეგვიპტეში აშენოს მეორე корпуსი რა, ისევ აქ აშენებს მეორე корпуსი და მესამე корпуსი. ის დეველოპერი რა. ეს корпуსები რო პანტაპუნტით შენდება, მაგაზე რას ფიქრობ თბილისში? თუ არ შენდება? შენდება როგორ აშენ, რამდენი ნებართვა გაიცა 2025 წელს. ვიცი, გავიხსენე რამდენი ვერ ვიხსენებ ცირფს. რამდენი კვადრატული რამ მილიონზე მეტი კვადრატული მეტრის ნებართვა გაიცა თუ სწორად მახსოვს რა. ეხლა უბრალოდ ვერ ვიხსენებ. ანუ შესაძლოა ასაშენებელია ეს корпуსები, ხო? და რო შენდება ალბათ იმიტომ რომ მოთხოვნაც არის. მოთხოვნა რო არ იყოს, ხო არ აშენდებოდა. აი მარტივი მით რა ქვია, მეთოდოლოგიით რო და მოთხოვნა მიწოდების მრუდი და უხილავი ხელის თეორიას რო შევეხოთ ეკონომიკაში. შესაბამისად, ეგ გარკვეულწილად კარგიც არის, გეტყვი რატო. კონკურენციას უწყობს ხელს. სადაც კონკურენტული ბაზარია, იქ ხო ვიცით რომ ფასი შესაბამისად არ იზრდება ხელოვნურად. ჩვენთან რამდენად კონკურენტული ბაზარია? ჩვენთან ცოტა ოლიგოპოლია ხო არ არის დეველოპერულ სეგმენტში? ძალიან კონკურენტულია. შემიძლია გითხრა რომ ძალიან კონკურენტულია. შეგვიძლია ავიღოთ. ნახე აი არ მინდა სხვა სფეროებს შევეხო რაღაცა საწვავის ბიზნესი თუ სიგარეტის თუ რაღაც სხვადასხვა ბიზნესები ხო არის, როდესაც გვესმის ხოლმე და ვკითხულობთ ხოლმე რომ აი რაღაცა რამოდენიმე მოთამაშეა, რაღაცა შეიძლება იყოს ფარული გარიგებები და ასე შემდეგ. ხო საუბრობენ ადამიანები ამაზე. უძრავ ქონებაში ამ ბიზნესში ვარ წლებია და შემიძლია დაგარწმუნო, რომ ვერანაირი ფარული გარიგება ვერ მოხდება ერთი მიზეზის გამო. იმიტომ რომ არის დაახლოებით 20-მდე მსხვილი მოთამაშე, ამ 20-მდე ეს უკვე ისეთი ციფრია, რომ ვერ გარიგდებიან რა, რომ მოდი ხელოვნურად ფასები ავწიოთ, ვერიზე უკვე იმდენია რაღაცა 2 და 3 კი არა 20 და არის კიდე პლუს სადღაც 200-ზე მეტი წვრილ მოთამაშე. თბილისის აი განაშენიანება ცოტა განვარცოთ რა. რას ფიქრობ აი დღეს თავარმა მოთხოვნამ საით გადაინაცვლა, რომელ უბნებში გადაინაცვლა თავარმა მოთხოვნა. და გარეუბნები უფრო ალბათ გარეუბნებზე უფრო მეტი წილი მოდის, ხო, ვიდრე ადრე იყო. ეხლა ამ წუთას ტრანზაქციების რაოდენობას რო ჩავხედოთ, მარტივად დავინახოთ სად მეტი ტრანზაქცია, მაგრამ ციფრები და რაღაც მონაცემები რო ავირიდოთ თავიდან და ვთქვათ რომ რა არის რეალურად ბაზარზე ამ წუთას რა ხდება. ამ წუთას ხდება ის რომ იმდენად გაიზარდა თბილისი და ყველა უბანი ასე თუ ისე განვითარდა, შეიძლება ის დაგვარათ, ეხლა ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ყველა უბანშია საცურავ აუზი, სპორტდარბაზი, მაღაზიები, შოპინგ მოლები და ასე შემდეგ. ყველა მხარეს, ისნის მხარეს ავიღებთ.
ზოგან კარგი და ზოგან ცუდი თუ მაგნაწილში არ მეთანხმები. ნელ-ნელა მიდის ოღონდ ზოგიერთ უბანში. აი მოდი სპორტ დარბაზი ავიღოთ. რომელიმე უბანი არის სადაც სპორტ დარბაზი დღეს არ არის? არ არის მე სადაც ხარ. საცხოვრობ. სოფელ აი დიდიღომის ბოლოსკენ აი სოფელ. დიდიღომში ხო ბევრი სპორტ დარბაზია. სპორტ დარბაზი არის, მაგრამ გზა თუ არ მივედი სპორტ დარბაზამდე რა მინდა სოფელი. ანუ ცუდი გზაა მაგას გულისხმობ ხო? ხო, ოკეი. მაგნაწილში კიდე შეიძლება იყოს რაღაცა საცმელი წყალის ნორმალური კომუნიკაციები და ესეთი რაღაცები კიდევ ბევრი გვაქვს წინ და ალბათ გასაკეთებელი და გასავითარებელი მაგნაწილში ქალაქს და ქვეყანას საზრუნავი აქვს ბევრი მაგრამ სხვა კუთხით რეალურად ფასის ადეკვატურობიდან გამომდინარე ის რომ იქ სადაც აი თქვა ჩენი ძახი სოფელ დიღომში მაგათ კვადრატული მეტრი თუ ღირს არ ვიცი 800-900 და იმაში რა ქვია საბურთალოზე ღირს 2000 დოლარი შესაბამისი მოთხოვნაც არის, იმიტომ რომ შესაბამისი ცხოვრების პირობებია. ცენტრი არის იქ შესაბამისი. სწორიც არის, ესეც უნდა იყოს რა. აი რა ლაპარაკობთ რომ ფასები გაიზარდა და რაღაცა ვეღარ ვყიდოთ ესეთი ფასები 3000-4000 დოლარი კვადრატული მეტრი სად ბარსელონაში არ ღირს რატო удაღირდეს ვაკეში. შესაბამისად არის იმ ადამიანებს, ვისაც ვაკეში არ უნდა ცხოვრება და არ აქვს ეს ბიუჯეტი, შესაბამისად შეუძლიათ გარეუბანში იყიდოს და 15 წუთი ხო ვიტყვები ძალიან, მაგრამ 9 საათში იყოს ცენტრში. ხო, ანუ ჩვეულებრივად შესაძლებელია ეს რა. ამიტომ კარგიც არის ჩემი აზრით ეგეთ ყველა უბანი რომ ერთნაირად განვითარდეს ყველა უბანში ერთნაირი ფასი იქნება ერთნაირად მაღალი ფასი იქნება რა და აღარ იქნება ადამიანებისთვის ხელმისაწვდომობა კი უბრალოდ აი შენ რო ახსენე რომ მაგალითად შეიძლება ბარსელონაში არ იყოს ხო ისეთი ფასი როგორც შეიძლება იყოს საქართველოს რომელიღაც უბანში ხო მე ერთი 2 წლის წინ მქონდა ინტერვიუ ნიუ-იორკში ერთ-ერთი ქართველმა დაიწყო რაღაც საინვესტიციო უძრავი ქონებების, ასე ვთქვათ, უძრავ ქონებაში ინვესტიციების დაბადება და ფასებს რო გადავხედეთო, საქართველოში და ნიუ-იორკის რომელიღაც უბნებში იყო დაახლოებით ერთნაირი ფასებიო რა და ეს ადეკვატური გონია, შენ თუ მართლა ეგრე არის ზუსტად არ ვიცი, თუ მართლა ეგრე არის და ადეკვატური თუ გონია ეგ მაინტერესებს. კი, მგონია ადეკვატური, ისევ იმას რო დაუბრუნდეთ რა, რომ ნახე ფას ამ წუთას არეგულირებს, ეგ შემიძლია ისევ კიდე გავიმეორო დარწმუნებით თქვა რომ უძრავი ქონების ფასებს ამ წუთას სახელმწიფო არ არეგულირებს ჩვენ ქვეყანაში, არ ვიცი ხო ქვეყანებში რა ხდება, არეგულირებს მოთხოვნა მიწოდება. მე თვითონაც სამიშენებია უძრავი ქონება შემიქმნია და ვიცი რომ შექმნა რამდენად ძვირიჯდება. ერთი მიწის ყიდვა, იმიტომ რომ ცარიელი მიწები ძალიან ცოტა სამშენებლო მასალები არმატურა, რკინა-ბეტონი და რაღაც სხვა რო შემომაქ, რაღაცა აქ იწარმოება, რაღაცა შემოდის, ხო? ანუ შემოტანილზეც აქ ნაწარმოებზეც რა ფასებია, შემდეგ მუშახელზეც რა ფასებია, ანუ ვერ იშოვი შენ, არ ვიცი, ადრე წლების წინ დღიურ მუშას რო ქირაობდი 20 ლარად მაგალითად, დღეს 100 ლარი ღირს ის დღიური მუშა რა, ანუ 500%-ით რო არის გაზრდილი მუშახელი და მსგავსი რაღაც ფასები ხა შესაბამისად შექმნა რო გიჯდება კვადრატული ხეშად რო ვთქვათ რაღაცა 900 დოლარი იმას 1000 დოლარად ხო ვერ გაყიდი რა ხო მაგრამ მუშახელის პასთან ერთად ხო უძრავი ქონების პასი იზრდება ხო მუშახელის და მშენებლობის პასი ეხო აისახება მე საბოლოო პასში და პროდუქტში კი აი იმის თქმა მინდა რომ იმიტომ არის ეს ფასები რომ პირობითად თუ ბარსელონას ფასებზე წინ ვართ იმიტომ რომ ადეკვატურია და რეალურია ეს ფასები რა ადეკვატურია იმ ასთან შესაბამისობაში რაც ჯდება ამის შექმნა მაგრამ ის მეორე ნაწილი თქვათ რომ ვიძახის ადამიანი ამ სფეროში გაუთოცნებულ ადამიანი რომ აი თავისუფლად შეიძლება რომ რაღაცა 2000 დოლარიანი 800 დოლარად გაიყიდოს ან 700 დოლარად კვადრატული მეტრი იმის თქმა მინდა რომ შეუძლებელია ეს რა იმიტომ რომ ვერც შექმნია რკინა-ბეტონის ფასი არ გეყოფა და იმის სადარბაზო და ლიფტი რო უნდა ჩააყენო და უკვე რო იაფასიანი კარფანჯარა რო აღარავის აღარ უნდა ალუმინის კარფანჯარა უნდა ჩააყენო და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს რო გათვლი 1 კვადრატულ მეტრზე თვითღირებულებაც იმდენად მაღალი გამოგდის რომ ვერ გაყიდი. ეგ ერთი. მეორე ნაწილი არის ის რომ ისევ მოთხოვნა მიწოდებას უბრუნდები. ანუ იმის გამო რომ აქ პატარა ქალაქია და ეს ერთი ქალაქია განვითარებული თქვა, ხო აი თბილისი ავიღოთ, ხო? მაგალითად თავკომბალა ქალაქი. თავკომბალა ქალაქი, კი, რასაც ვეძახით, ხო? ანუ ეს ეკონომიკა რო ესე ვითარდება, მხოლოდ კონკრეტულ ქალაქებში ვითარდება და არა სხვა ქალაქებში, ამიტომაც ღირს აქ ძვირი. და იცი რა მეინტერესებს, აი განაშენიანება ვახსენეთ, ხო? არსებობს მოსაზრება, რომ
თბილისში არის ცოტა ქაოსური განაშენიანება და აი რო გადაავლო თვალი მართლაც ეგრე ჩანს, ხო? შენ ეგრეა, ხო? და როგორ ფიქრობ ეს პრობლემა როგორ უნდა გადაიჭრას და როგორ უნდა მოგვარდეს? აწი მაგას თუ ვინმე მოაგვარებს ვეღარ ხო უკვე კეთს მოვიხრი იმ ადამიანის წინაშე ან რომელიმე მთავრობა ან რომელიმე მერი თუ ხელისუფალი თუ არ ვიცი იმიტომ რომ უკვე ისია განვითარებული ეს რამ გამოიწვია რა ვიცი შორს წაგვიყვანს მაგაზე ლაპარაკი რა ანუ ყველა მთავრობამ ყველა იმან რა ქვია ხელისუფლების ყველა წევრმა ანუ არ იყო რაღაცა ისეთი გეგმა შემუშავებული როგორ და განვითარებულიყო და რო დაიწყო ეს აღშენებლობის პერიოდი თუმცა ბოდიში თბილისის გეგმა ეგეთი რაღაც ხო არსებობს გენერალური გეგმა რომ არქიტექტურული როგორ უნდა განვითარდეს მე მგონი არსებობს ეგეთი რაღაც მე მგონი კი არა იყო რაღაცა შემუშავებული ადრე მაგრამ იმას ჭირდება შეცვლა რა იმდენად გაიზარდა თბილისი რომ ის გეგმას ვეღარ მოარგებს დღევანდელ რეალობას ეს უნდა შეიცვალოს რაღაცა მოხდეს მორგება და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობ? რატო ანუ ხო შეიძლებოდა რომ ეს პროცესი რაღაც ჩარჩოში მოქცეულიყო თავიდანვე და თუნდაც ფასადურად იერსახე ბევრად უფრო უკეთესი ყოფილიყო ვიდრე დღეს არის. რატომ არ ხდება ეს როგორ ფიქრობ? რაღაც დონეზე კოეფიციენტებმა ის დაარეგულირა. ანუ კოეფიციენტებში რას გულისხმობ? კონკრეტულ მიწას რო აქვს მინიჭებული კოეფიციენტი რომ იმ მიწაზე არ დააშენდეს ამაზე მეტი ან ამაზე მაღალი შენობა. ეს ერთი ციფრებში დარეგულირდა რა ბოლო წლებია დიდი ხანია უკვე არის ეს დარეგულირებული რა რაც შეეხება უკვე ვიზუალური იერსახეს არსებობს საბჭო თბილისის მერიაში შექმნილი რომელიც განიხილავს აი ესეთი მაგათ ხუთსართულიანი კორპუსი შეიძლება ჩაიდგეს ვერას პირობითად ხო აი ამ ქუჩაზე ოკეი კოეფიციენტებში ჯდები მაგრამ ეს ხუთსართულიანი წითელი უნდა იყოს მწვანე თუ რაფერი უნდა იყოს და როგორი ვიზუალი ეს საბჭო წყვეტს ამას ეს საბჭოც ანუ ადამიანებზე ასე თუ ისე საბოლოოდ ყველაფერი დამოკიდებული რა დღესდღეობით სისტემა ესეა მოწყობილი რა აი ხა შეიძლება არ ვიცი გითხრან ოკეი რაღაცა ესეც სახისზე და ესეც სახის შენობაზე უარი გითხრან რა ამიტომ ამ წუთას შეუძლებელი მგონია მოდი ეგ მე მგონი AI-ს უნდა გავაკეთებინოთ რომ ეს ადამიანური ცდომილების ფაქტორი ეგ მე მგონი ყველაზე AI-ს დავახატინოთ თბილისი და მე ყველა შენობა დავანგრიოთ და ახლები ავაშენებინოთ თავიდან ხო ხო და ნუ რაც უკვე აშენებულია იმას ვერაფერს ვერ უზავთ სამწუხაროდ ეხა რაც არის და არის რა მაქსიმუმ შეგვიძლია დრო და ხანდაზმულობა რომ გაუვა ამ შენობებს 20 წლის მერე და 25 წლის მერე რომ დაძველდება ეს 15 წლის წინ აშენებული რაღაცა უსახური კორპუსი მაგალითად რომ დაინგრევა უკვე ლამაზი და კარგი აშენდეს მის ადგილზე რა ხო მაგრამ პრობლემა ეს არის რომ ხშირად ეს ახალი კორპუსები რაც შენდება ეგეც კი ვერ არის აი მთლიან ამ იმაში რა ქვია სურათში ჰარმონიულად ჩასმული რა ქალაქის გეთანხმები ხო ყველაფერი მეც არ მომწონს ზოგიერთი მომწონს ზოგიერთი არ მომწონს მაგრამ ხო მაგრამ ეგეც ანუ თავისუფალი ბაზრის და ხანდახან მგონია ეს ჩემი გემოვნების ამბავი ხანდახან მგონია სხვისი გემოვნები რა ის რა აშენეს ამათმა და სხვა სლანძღავ ხან ჩემ თავს უწუნებ გემოვნებას პრემიუმ სეგმენტში თბილისში ორჯერ უფრო ძვირფასებია ვიდრე საშუალო ფასი ეს რაზე მიგვანიშნებს რამეს გვეუბნება ეს სტატისტიკა ეს ფაქტი გვეუბნება იმას რომ არათანაბარი ცხოვრება ქალაქში მარტივად ამის მოსმენა მინდოდა ის რაც შეუძლია მაღალ შემოსავლიან ფენას იმის ნახევარი შეუძლია დაბალ შემოსავლიან ფენას აახლოებით ანუ მარტივად ესე რომ გამოვხატოთ სიტყვებში ეგ არის და ხო არის კატეგორიებად უძრავი ქონება დაყოფილი ხო არის პრემიუმის ზევით კიდე არის ლუქს სეგმენტი და ლუქს სეგმენტში კიდე უფრო მაღალი ფასებია რა არის პრემიუმში თუ გვაქვს საშუალო ფასი $2000 კვადრატულ მეტრზე ლუქს სეგმენტში გვაქვს $3500-4000 კვადრატულ მეტრზე ფასი და ეს კიდე ალბათ იმას განაპირობებს რომ არიან კიდე რაღაცა გარკვეული რაოდენობის ადამიანები რომლებსაც კიდე უფრო მაღალი მოთხოვნები აქვთ კიდე უფრო მეტის გადახდა შეუძლიათ და ანუ საბაზრო ეკონომიკის ნაწილი ალბათ არის რაღაც ნაწილში ეს რომ დიდარი და ღარიბის ზოგს არ უყვარს ეს სიტყვები იმიტომ რომ ერთი ვიდეო მქონდა ჩემს ბლოგზე ჩაწერილი
მდიდრებს და ღარიბებს განსხვავებულად უნდა ესაუბროთ, ხო უძრავი ქონების ნაწილში მქონა განხილული ეს მიმართება, ინსპირაცია მქონა მდიდარი მამა, ღარიბი მამა წიგნიდან, კიოსაკის წიგნიდან და ბევრს დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ვიდეოს, იმიტომ რომ არ უყვარს ადამიანებს ამ სიტყვების ხსენება რა, რაღაცა კონკრეტულ კლასს რომ მიგაკუთვნებენ და მაგრამ ამდენ ისიც არ იყო საოცარიც არ იყო როგორც ღარიბებს არ უყვართ რომ ღარიბს ეძახიან ხო ისე მდიდრებსაც არ უყვართ რომ მდიდრებს ეძახიან რა რო ეუბნები მდიდარი ხარო ვიღაცას პირობითად ვიძახი ხო ანუ ძალიან უკადრისობს ამ რა ჩვეულებრივად ცხოვრობ რას ქვია რატო ვარ მდიდარი ხო რას ქვია მდიდარი შენიცი აი ის როგორ ცხოვრობს და შენიცი და ვიღაცა კიდე იმას ედრება რა და ამიტომ ხო ეს დაყოფა არ არის მაგრამ ნუ ესია რა და ყველგან ესია რა დედამიწა ესე არის მოწყობილი რომ ყველა ქვეყანაში არის ეს დისბალანსი და შესაბამისად იქმნება პროდუქტიც მათ ამ ადამიანის ფენებზე მორგებული. ყველაზე ცუდი ის არის რომ სისტემაც ალბათ არის მოწყობილი იმისკენ რომ ეს გეფი ქართულად როგორ არის დაშორება დიდარსა და ღარიბს შორის ვერ უახლოვდება ერთმანეთს რა. ხო, აი ეგ უკვე მანდ უკვე ქვეყნებზე შეგვიძლია დავიდეთ. ხო, წეგან ხო ლაპარაკობდი რომ სოფლიოში ესია მოწყობილი. არის უკვე ქვეყნებზე არის დამოკიდებული რა მდიდარს და ღარიბს შორის. რამხელა დაშორება ეს გეფი რასაც შენა ეძახი, ხო? ეს დაშორება რა ამ ორ ფენას შორის რა. რამხელა სიცარიელი ამ ორ ფენას შორის, ეგ უკვე კონკრეტულ ქვეყნებში ზოგან არის. ამხელა ზოგან, ამხელა და ასე შემდეგ უკვე გააჩნია ეკონომიკას და გააჩნია პოლიტიკას. პოლიტიკასაც, ხო, ნუ პოლიტიკიდან გამომდინარეობს მე გარკვეულწილად ეკონომიკა და მაგითო. ახო ამდენი ბინა შენდება, ამდენი корпуსი შენდება. წეგანაც აღნიშნეთ. ეგეთი სტატისტიკა ამოვიკითხე კიდე. 77% თბილისში 1990 წლამდე აშენებულ ბინებში ცხოვრობს. რატო? რამდენი პროცენტი? ეგ რაღაც ახალია. 17%. 1990 წლამდე აშენებულ ბინებში ცხოვრობს. ოკეი, 77%. კი ბატონო, საინტერესოა. საინტერესოა. არ დავამატებთ არაფერს. რატო კითხვა რა რატო შეიძლება ეგრე იყოს თუ ამდენი корпуსი შენდება? ესე იგი გამოდის რომ თუ ესე კიდე ბევრი ასაშენებელი ხო? პარტიო შეგვიძლია პოლიტიკური სლოგანი ეგ თქვა. ნუ რეალურად ეგ განპირობებული იქნება რომ ჭიდრო დასახლებული უბნები რომელიც კომუნისტების დროს დასახლდა ეს უბნები გდანი, ვარკეთილი, სამგორი, თემქა არ ვიცი ხო აი ვაჟას კვარტლები და ასე ხრუშოვკები და ეს ვიცით ყველამ რა ეს მოსკოვის პროექტი იმის სტალინკები და ეს რო ეძახიან ბევრი корпуსი აშენდა და დღემდე გამოიყენება ეს корпуსები რა დღემდე არ ჩანაცვლებულა მიუხედავად იმისა რომ ექსპლუატაციის ვადა გავიდა ამ корпуსებს ანუ დასანგრევია ეს корпуსები ანუ რო აშენდა და ვადა მიეცა 50 წელი გავიდა ის 50 წელი ანუ დღეს უკვე როდის დაინგრევა არავინ არ იცის რა უკვე გასული აქვს ვადა და ყველანაირი ვადა ხო და ამიტომ ჩასანაცვლებელია ეს корпуსები რა და რაღაცები უკვე დაიწყო რო იცოდე აი იმაში რა ქვია ვაჟას კვარტლებში მაგალითად რამოდენიმე ხრუშოვკა დაანგრიეს ახალი აშენეს რამდენიმე ვაჟაზე ვცხოვრობდი დიდი ხანი და 1-2 корпуსი ჩემ რასაც უყურებდი რა იმიდან 1-2 корпуსი რაც აშენდა კარგი корпуსი იყო რა მომეწონა თავისი ეზოთი ყველაფერი პროექტი კაი იყო არ იყო ცუდი თბილისი ოკეი გასაგებია ბათუმიც ასე თუ ისე გასაგებია მაგრამ ბათუმზე უნდა აღვნიშნო რომ ეს ახალი ბათუმი საშინლად არ მომწონს იმიტომ რომ ესთეტიკური ყველაფერს თავიდან ანება რატო უნდა წახვიდე დუბაისკენ როცა შეგიძლია წახვიდე ლოს-ანჯელესისკენ ამას ვერ ხვდები მაგრამ თბილისი გასაგებია ბათუმი გასაგებია რომელი ქალაქი ან რეგიონი შეიძლება იყოს ახალი ასე ვთქვათ ცხელი წერტილი საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე ერთი ქუთაისი მგონია. ქუთაისი მე მგონი უკვე დაწყებულია. დაიწყო კი, მაგრამ ჯერ პიკზე არ არის. მაგიტომ ჯერ კიდე თავის სათქმელს იტყვის ქუთაისი ჩემი დაკვირვებით. იმიტომ რომ ვითარდება რაღაცა განათლების კუთხით, ტექნოლოგიების კუთხით, აეროპორტმა ხო უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ქალაქის განვითარებაში, ტურიზმში და ზოგადად უფრო მეტად საინტერესო გახდა და ვიზიტორთა ნაკადიც მათ მოიმატა სასტუმროები და დროებითი მაცხოვრებლების კუთხით. ეგ გონია ასევე კიდე სხვა ქალაქებიც აი უნდა
ნახე ძალიან საინტერესოდ განვითარდება მაგალითად თელავიც. თუ ის აეროპორტის პროექტი რაც არის დაანონსებული, ის დაიწყო რა, ანუ გვესმის ჩვენ დიდი ხანია რომ იქ აეროპორტის პროექტი არის და ან წელს უნდა გაკეთდეს, ან მომავალ წელს, ან კიდე 3 წლის მერე ან რაღაცა პერიოდში უნდა გაკეთდეს რა და ეს თუ გაკეთდა იგივე ბედს გაიზიარებს, ნუ იგივეს შეიძლება არა, მაგრამ მიახლოებით მაინც თელავი, იმიტომ რომ დღეს თელავში ფაქტობრივად ტურიზმი არ არის, ხო? ანუ უძრავი ქონების ბაზარის მოკვლევა დავიწყე თელავის და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ის რომ ფასები საკმაოდ კარგია, მე როგორც ვთქვი, ჩემი მეგობარი ამბობდა რომ თელავში აქ წარმოშობით თელავიდან არის და რაღაც ფასებს ათვალიერებდა უძრავი ქონების რა თელავთან ახლოს და საკმაოდ კარგი ფასები იყო რა იმასთან რა ქვია მონაკვეთი კი არა რა ქვია მიწის ნაკვეთთან მიდარებით კარგი ფასი იყო და სახლიც ხო იმიტომ რომ ზუსტად იმიტომ რომ არ არის დიდი მოთხოვნა რა დიდი მოთხოვნა რომ გაჩდება მე აიწევს ფასი მე კიდე უფრო წამოვა რაღაც დახვეწილი მოთხოვნა წამოვა რომ იცი რა უკვე მეტალოპლასმასის კარფანჯა არ გვინდა და ალუმინის გვინდა იცი რა 2.80 ჭერი არ გვინდა და 3 მეტრი გვინდა ჭერი ის გვინდა თვოიზოლაცია ესეთი გვინდა რაღაცა უბრალოდ არ გვინდა შეღებილი კედლები და გვინდა რაღაცა თვოიზოლაცია და გაკრა ესენი მე რომ იხვეწება მომხმარებელი ესეც აძვირებს რა ჯერ შეგვიძლია ვთქვათ რომ იქ ანუ ბაზრის მომხმარებელი ანუ არა აქ დახვეწილი მოთხოვნა დახვეწილი შევაწყოს არ ვაყენებ უბრალოდ ვიძახი რომ დიდი პრეტენზიებით არ არის რა მოთხოვნა რა აქედან გამომდინარე აშენებაც შედარებით იაფიჯდება და მიწაც იაფიღირს შექმნაც იაფიჯდება იმიტომ რომ იმის რაღაცა ნახევარი შეიძლება დაიხარჯოს რაც თბილისში და აქედან გამომდინარე ფასიც ნაკლები ღირს რა და თუ გაჩნდა იქაც დიდი მოთხოვნა და ინვესტიციების რაოდენობა წამოვიდა, მე უკვე ხარისხიც აიწევს, ფასიც აიწევს და ესე მოყვე. ეს არის განვითარება უძრავ ქონებაში. სხვა კი არაფერი რა, რომ როგორც მომხმარებელი იხოცება, თუნდაც ჩვენი თბილისის ბაზრის მომხმარებელიც ხო, ანუ 20 წლის წინ როგორი მოთხოვნები ქონდა, ოღონდ ის სახურავი ქონოდა თავზე, ხო? ანუ რაღაცა თავშესაფარი ქონოდა. დღეს უკვე კარფანჯის ხარისხსაც ამოწმებს. ლიფტის ბრენდსაც ამოწმებს. ვინ არის სერვის კომპანია შემოსული ჩემს სადარბაზოს, ვინ უზრუნველყოფს დაალაგებას, დასუფთავებას, კონსიერჟი თუ მყავს 24 საათიანია თუ ანუ ისეთი პრეტენზიები გაჩნდა და ისეთი კითხვებს სვავენ უკვე დღევანდელი მომხმარებლები. სამეზობლოთ რა ხდება, ის რა ქვია, ვინ ხალხი ყიდულობენ, რა ეროვნების ხალხი იცხოვრებს, ანუ ისეთი ისანი უკვე აუზი, ფიტნეს დარბაზი, კომპლექსურ ტიპებზე, კომპლექსურ დასახლებებზე გაჩნდა მოთხოვნა არა ცალკეული корпуსი მაგალითად, არამედ კომპლექსი უნდა უკვე ადამიანებს. ხო, ეგრეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ეხლა მარტო корпуსი ხო არ არის, რომ ჩამოდიხარ, რაღაც უნდა იყოს ქვემოთ რა, ეგეთ პარკი უნდა იყოს, მაღაზია უნდა იყოს, რაღაც სპორტდარბაზი უნდა იყოს, ხო, ერთიანი ის არის რა, კომპლექსი არის. კი და ანუ დაიხვეწა რა მომხმარებელი მარტივად შეგვიძლია თქვა და მოთხოვნები უფრო მრავალფეროვანი გახდა. შესაბამისად მიწოდებაც მიყვება რა, ამიტომაც არის ამდენაირი მშენებლობა, ამდენაირი კომპანია და ფასების ვარიაციაც გვაქვს რა. ეგ არის. კი, ერთი რაზეც მინდა კიდევ რომ ვისაუბროთ არის ის მახე, რომელიც შეიძლება თან ახლდეს ასე ვთქვათ დაბალფასიან კვადრატულის ყიდვას, ხო? რეალურად რა შეიძლება იმალებოდეს ამის უკან, აი ამას მინდა ხაზი გავუსვათ, იმიტომ რომ ბევრი მსხვერპლი მოხოლია, ხო? ხოლია ასეთ შემთხვევებს და მოდი უთხრათ მაყურებელს რას უნდა მიაქციონ ყველაზე მეტად ყურადღება. შეიძლება ძალიან მომხიბვლელი ფასი იყოს, მაგრამ როგორ უნდა დაურწმუნდეთ, რომ ის ნამდვილად სანდოა და რამე თაღლითურ გარიგებაში არ ამოუყვებს თავს. ბევრი ინსტრუმენტი გვაქვს ამის გადასამოწმებლად და ეს ინსტრუმენტები მთავარია გადავამოწმოთ რა. ერთჯერ გავიგოთ რა ინსტრუმენტები არსებობს და მერე არ დავიშუროთ დრო და ენერგია და გადავამოწმოთ. ნებისმიერი დეველოპერი, რომელიც ბაზარზე გვთავაზობს რა მომხიბვლელ ფასებს და წინადადებებს. იმიტომ რომ იყო ადრე უფრო ხშირი იყო ესეთი შემთხვევები. დღეს ძალიან კარგია რომ შემცირდა ეს შემთხვევები, დაუსრულებელი მშენებლობები და გაქცეული დეველოპერები და რაღაცა ეს. როგორ უნდა მოგვარდეს? აი, როცა დაასრულე ბაზრს ესეც მაინტერესებს. აი, ეს პრობლემა ხო, ან ბევრს აქვს დღეს რა.
რომ რაღაც მშენებლობა ვეღარ დასრულდა იმის გამო რომ რაღაც თაღლითური გარიგება იყო, მე რაღაც მერიასთან მოლაპარაკებები, ასე შემდეგ. როგორ ხედავ აი ამ მარტივ გადაწყვეტას ამ პრობლემის როგორ უნდა მოგვარდეს რა? ნუ ერთი რაც მოხდა რეალურად, აი ვთქვათ, მერიამ კოეფიციენტი აუწია იმ კომპანიებს, ვინც ეს მშენებლობები გადაიბარეს. ანუ ციფრებში რო შევხედოთ, ძალიან მოკლედ რო გითხრა, 10 სართულიანი კორპუსს აშენებს ვიღაცა, შეპესე ვიღაცა, სხივი, მაგალითო, სხივი მართლა ხო არ არსებობს ესეთი კომპანია. შეიძლება არსებობს, იარსებობს დაწუნებული. შეპესე სკამი მაგალითად აშენებს რაღაც კორპუსს 10 სართულიანს და აშენა 3 სართული, 4 სართული და წავიდა. მაგრამ ეს 10-ვე სართულის ბინა ყველა გაყიდა და წავიდა მე რაღაცა ფული გაფლანგა, დაიჭირეს ციხეში სიტყვაზე ვიძახი, ხო? ეს 3 სართული რო აშენებულია, კიდე რო 7 სართული ასაშენებელია და ეს ხალხი დასაკმაყოფილებელია, ნებისმიერმა სხვამ რო გააკეთოს, ხო? ანუ რა ბიუჯეტით რო გააკეთოს, ხო? ანუ ის შემოსავალს ვეღარ მიიღებს, იმიტომ რომ ყველა ბინა უკვე გაყიდულია. ამიტომ მერია აძლევს უფრო მაღალ კოეფიციენტს ესეთ სამშენებლო კომპანიებს, ეუბნება რომ ამ 10 სართულს კიდევ 10 სართული დაამატე ზევიდან, მოდი, ანუ მოგცემ ამის უფლებას და ეს 10 სართული იმ ხალხს დაუკმაყოფილე, ვინც არის დაზარალებული, მიეცი ბინები და ზედა 10 სართულსაც დაამატებ ზევიდან, ხო? ის გაეცი, ისა ბოდიში გაყიდე ის ბინები რა და იქიდან მიიღე ის შემოსავალი, რაც დაგიბალანსებს მე ამის დასრულებ ხარჯებს, რაც ამოგაღებინებს და რაღაცა მოგებაც დაგრჩება. აი ეგ არის. ზუსტად ესეთ მოხდა კიდევაც აი შარტავაზე ვიცით ერთი პროექტი ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ დაასრულა, უდიდესი პროექტი გამოვიდა, იმიტომ რომ ბევრი კოეფიციენტი დაუმატა მერიამ, ბევრი საშენების უფლება მისცა, იმიტომ რომ მომგებიანი გამხდარიყო ეგ პროექტი. და მაგის გარდა კიდე არის სხვადასხვა პროექტები, ხა ეს იმიტომ გამახსენდა წელს ეხა დასრულდა რამოდენიმე თვის წინ ეგ მშენებლობა და არის მსგავსი ისინი. ამიტომ აქ უკვე ერევა აუცილებლად სახელმწიფოს გარეშე ვერ მოგვარდება ეს პრობლემა. და სახელმწიფოც უნდა ჩაირიოს, მაგრამ უნდა აი ესეც არის ქაოტურ გასენაშენიანებზე რო ლაპარაკობთ, ამანაც გამოიწვია. ნახე, ის კორპუსი თუ იქ გათვლილი იყო სილამაზით, ფორმით და ზომით 10 სართულიანი კორპუსი. 10 სართულიანი იქ ვეღარაზოს ვეღარ აშენდება, იმიტომ რომ თუ არ გაზარდა სახელმწიფო არ მისცა უფლება რომ 20 სართულიანი ჩადეს, არავინ არ დაასრულებს იმას. ანუ რეალურად მივდივართ იქამდე რომ პრევენციული მექანიზმი უნდა მუშაობდეს კარგად, რომ ეგეთი შემთხვევები მაქსიმალურად იყოს თავიდან არიდებული და მერე აღარ გახდეს საჩალიჩო კიდე 10 სართულის დამატება. კი, და იქ მივდივართ ისევ უძრავი ქონების გაძვირებისკენ. ნახე, ეგ პრევენციული მექანიზმები რაც დუბაიში არსებობს, ეგრო შემოვიდეს ჩვენთან საქართველოში, დუბაიში რა პრევენციული კიდევ გააძვირებს უძრავი ქონების მშენებლობას და კიდევ რა $500 შევა კიდე გაძვირდეს კვადრატული მეტრი. აი მაგალითად, ესკრო ანგარიშები. ეს დუბაიში არის დაზღვეული მშენებლობა, შენ როცა ხარ დეველოპერი და ყიდი hires, სახელმწიფო გავალდებულებს რომ ესკრო ანგარიშზე დადო ეს ფული და არ გამოიყენო მშენებლობის დასრულებამდე. შენ თუ ეს თლიანი თანხა დადე ესკრო ანგარიშზე, გაყიდე უძრავი ქონებები, მაგრამ ვერაფერი ვერ გამოიყენე და სადღაც გიდევს, ხო, ესკრო ანგარიშზე. ამ ფულს ვერ იყენებ, გიწევს ალტერნატიული ფინანსური წყაროების მოძიება, ხო? ეს ხო ფასიანია, ხო, სესხის აღება და ასე შემდეგ, ხო? ანუ კიდევ უფრო მეტად გიძვირდება სამშენებლო რესურსი, როგორც რკინა-ბეტონი, ისე ფული, რითაც გჭირდება ამ მშენებლობის დაფინანსება. და 10 და 15% და 20%-ის გადახდა რო გიწევს სესხში, 2 და 3 წლიან სესხში, ხო შევა 30%-იც მოგიწევს, ხო? წლიური ვიცით რომ 10%-ია დაახლოებით საბანკო სესხების, იპოთეკების, დეველოპერული სესხების საპროცენტო განაკვეთი. ამიტომ 3 წელი თუ ვაშენებ, პირობითად ვიძახი რაც 20 და 30%-ით რომ გამიძვირდა მე ფულადი რესურსი, იმიტომ რომ ვერ ვიყენებ ამას. ეს ხო აისახება ისევ კვადრატული მეტრის ღირებულებაში. ნუ ალბათ ხო, ეგ აი ყველაფერი ფული იღებს მარტივად რო ვთქვა. მართალია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ოქროს შუალედი არსებობს, რომელიც თან იმდენად არ გააძვირებს ბინას რო რაღაც ფასებს რო თუნდაც მშენებლობის ფასებს რომ ვეღარ აშენდეს და არც ისე იქნება რომ ამ გვარი შემთხვევების პრევენცია რაღაც მგონია რომ ოქროს შუალედი აუცილებლად იარსებებს, უბრალოდ ახლა ჩვენ მაგაზე ბევრს ვერ ვიმსჯელებთ ალბათ ამ ფორმატში და ამ ეტაპზე. არის თუ არა, როგორ ფიქრობ, დღეს პარკინგის ადგილი უფრო მომგებიანი ინვესტიცია, ვიდრე თავად ბინა? ლოკაციას გააჩნია რა. შეიძლება იყოს კი, იმიტომ რომ დამითვლია ამონაგები, წლიური ამონაგები. ანუ, როდესაც ყიდულობ $100,000 ბინას და აქირავებ $600 თვეში, დაახლოებით წლის
გაანგარიშებით, წლიური ამონაგების გაანგარიშებით გამოდის დაახლოებით 7%-ის ფარგლებში რა, შეიძლება ცოტა მეტი 7%-ზე მეტი. მაგრამ $100,000 ბინა ვთქვით, ხო? $100,000 შეიძლება 10 პარკინგი იყო, $10,000-იანი, ხო, 10 პარკინგი რო იყიდო. შეიძლება თითო გააქირაო $100. ანუ $600 კი აღარ მიიღო ყოველთვიური შემოსავალი, არამედ მიიღო $1,000. ეს სრულიად შესაძლებელია რა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარკინგი უფრო კარგი საინვესტიციო ინსტრუმენტია. ადგილსაც და გააჩნია რამდენი. აი ზუსტად მაგას ვიძახი, ხო, რომ აი გააჩნია სად იყიდი, როგორ იყიდი რა. თუმცა მაგაში ლოგიკა არის, იმიტომ რომ გადამითვლია ხშირად მინახია ისეთ საპარკინგი ადგილები, რომელიც კარგი ფასი ყოფილი საყიდლად, ღირებულა და გაქირავებაც $100 ქირავდება ძალიან მარტივად და შეიძლება უფრო მეტი ამონაგები მიიღოს ადამიანმა. კი ბატონო, აი ამონაგებზე რადგან მივედით საქართველოში, როგორ ფიქრობ კი არა და როგორ არის გეცოდინება, სავარაუდოდ, როდესაც ბინას ყიდულობ გასაქირავებლად, აი დაახლოებით რამდენ წელზეა გათვლილი ინვესტიციის ამოღება. ეგ ძალიან კომპლექსური საკითხია, იმიტომ რომ ნახე, უხეშად ბინებს აქ ამონაგები წლიური 7%-ის ფარგლებში, 7-8%-ის ფარგლებში, ანუ დაახლოებით 10-ში ვერა 12 წელიწადში ამოიღებ 12-13 წელიწადი გჭირდება რომ შენი ღირებულება მოვიღო, მაგრამ ამას ასევე ემატება რემონტის ხარჯი. ამ 12 წელიწადში ერთხელ მაინც მოგიწევს ბინის კოსმეტიკური რემონტის ჩატარება 5-6 წელიწადში ერთხელ გიწევს როცა აქირავებ რა ეგ დანახარჯი დაემატება და ასევე შემოსავლის ნაწილში დაემატება ამ ბინის გაძვირება შენ რო $100,000 იყიდი მაგალითად ბინას და აქირავებ და ელოდები რომ 12 წელიწადში ამოიღო ეს $100,000 12 წელიწადში ეს ბინა $200,000 გახდება ამის ბინის ღირებულება და შესაბამისად არა მარტო ფინანსური ნაწილში იხეირებ არამედ არამატერიალური გზით რომელიც დღეს ფულში არ გადაგექცევა მაგრამ თუ გაყიდი მე ამ ბინას კაპიტალის ნაწილში გადაგექცევა კიდევ უფრო დიდი ინვესტიციად და ის მოდელი რამდენად მუშაობს აი იყიდე ძველი გაურემონტებელი გაარემონტე და შემდეგ გაყიდე ეგ ჩვენთან მუშაობს თუ არა ეგ მაინტერესებს მუშაობს და ბევრი აკეთებს მაგას კი ანუ ძველ დასახლებებში, ძველ უბნებში უფრო სწორად ყიდულობენ, მყარი შენობა უნდა იყოს, არ უნდა ინგრეოდეს, არჩევენ ადამიანები, არემონტებენ და Airbnb-ზე აქირავებენ და მერე უკვე რაღაც ბიზნესად ყიდიან რა, Airbnb-ზე კარგი შეფასება აქვს, ბინას კარგად ქირავდება, თვის განმავლობაში კარგ შემოსავალს გენერირებს და ბიზნესად ყიდიან ხოლმე საინვესტიციო, აი ესეთ ბინებს რა, ეს ცნობილი მეთოდია. ის მეთოდი ჯერ არ მუშაობს, რაც მაგალითად აი შტატებში არის, ამერიკაში ბევრი ძველი სახლი არის, საკუთარ სახლებზე ვიძახი, ან დასახლებებში არის ორსართულიანი სახლები, რომლებიც არის უკვე ძალიან დაძველებული, აღარავის აღარ უნდა, მიმზიდველი არ არის, ადამიანები ყიდულობენ, არემონტებენ, ანახლებენ და მერე ყიდიან. ეგ ჯერჯერობით ჩვენთან არ მუშაობს და ძალიან მოხარული ვიქნები, ეგ თუ რაღაც დონეზე ამუშავდება სოფლებში, მაგალითად რაიონებში. აი სოფლებში და რაიონებში რომ იყოს რაღაც იყოს მოთხოვნა ცხოვრებაზე, ეგეც კარგად იმუშავდება, იმიტომ რომ იმუშავებდა, იმიტომ რომ უამრავი სახლია $10,000-ად, $15,000-ად შეგიძლია იყიდო ორსართულიანი სახლი, რომელიც უკვე დაძველებულია და რემონტს და იმას კაპიტალურ, რა ქვია, რეკონსტრუქციას საჭიროებს, ხო? შეიძლება ძალიან იაფად იყიდო, საკმაოდ დიდი ეზოთი, კარგი სახლი, გაარემონტო და ახარჯო, საკმაოდ დიდი კაპიტალდაბანდება მოგიწევს, მაგრამ ისეთ ლამაზად აქციო, რომ თავისუფლად იმას მე მოუგო ფული და გაყიდო ძალიან კარგად. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ყიდველი არ არის. აი ამ რაიონებში და სოფლებში რა, თორემ ყიდველი არ არის ალბათ იმიტომაც, რომ რეგიონების მე გაყიდვა გაგიჭირდება. ხო, გაყიდვა გაგიჭირდება, იმიტომ რომ რეგიონების განვითარების ტემპი ზოგადად ძალიან დაბალია და შესაძლებლობებიც ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე თბილისთან შედარებით მე რეგიონში ცხოვრობ დიდი ხანი და სოფელში ვიზრდებოდი და ვიცი კარგად რა ხდება და როგორ ხდება. კი, ეგ არის. აი Airbnb-ც ახსენე შენ და რომელი ჯობია Booking-ი ეს Airbnb თუ რაღაც აი სტაბილური იჯარა რომელი უფრო კარგი მოდელია. შენ მოთხოვნებს გააჩნია რომელი ერგება რა, ანუ ნახე ყოველთვის უხსნი ხოლმე ვინც მოდის ჩემთან რაღაც აზრის საკითხავად, რომ მაღალ მოგებას მაღალი რისკი ახლავს რა, ყოველთვის ესეა. ბუნების კანონია ეს კანონზომიერებაა, რომ რაც უფრო რისკი იზრდება, შესაბამისად მოგების ალბათობაც იზრდება. თუ არა და სხვანაირად რისკი რო არ იყოს, იქ დიდი მოგება ვეიქნებოდა, იმიტომ ყველა იქ დაინვესტირებდა და იქ გაიზრდებოდა კონკურენცია და შესაბამისად მოგების მარჟა დაიწევდა. ამიტომ
მაღალი შემოსავალი არის Booking.com-ზე და Airbnb-ზე, ანუ ყოველდღიურ გაქირავებაში, მაგრამ რისკი და შრომა იზრდება, იმიტომ რომ უფრო მეტი შრომის ჩადება გიწევს, ერთი წლით გააქირავე და დავივიწყე ეს ბინა, არ არის აქ სულ ყოველდღიურად გიწევს რაღაცა გატყდა, რაღაცა დაზიანდა და ასე შემდეგ რა. შრომა და რისკით შესაბამისად არის ის, რომ რაღაცა არ დაზიანდეს. კი ბატონო. კაი, მოდი მაშინ დავუშვათ მაქვს 50,000-დან $100,000-მდე. ყველაზე აი ჭკვიანური დაბანდება რა იქნებოდა უძრავ ქონებაში, როგორ ფიქრობ? ჩვენ ყველაზე ჭკვიანური დაბანდება იქნებოდა სასწრაფო დაბანდება, იმიტომ რომ მალე ამ აკვასაც აღარაფერი აღარ მოგივა. ყველაზე ჭკვიანი. არ აქვს მნიშვნელობა რაში, ხო? თავარია რაღაცა იყიდო უკვე ძალიან მალე. ეს შეგიძლია აირჩიო ნაკლებად განვითარებული უბნები, მაგალითად არ ვიცი ნაფეტრების მხარე ვითარდება ძალიან აქტიურად, აი საბურთალოსის მხარე, გიორგი დანელიას ქუჩა და აი ნაფეტრების მიმართულება. ვითარდება რაღაცა ისანი, ორთაჭალა და ეს მიმართულება, ანუ საკმაოდ კარგად მშენებლობებიც არის და ფასიც ჯერჯერობით, თქვათ, საბურთალოსთან და სხვა უბნებთან შედარებით ნაკლები აქვს, მაგრამ ინფრასტრუქტურა და განვითარებული უბნები იქაც ხდება რა, მეტროც არის, ტრანსპორტიც არის და ისეთი ის არის, რა ქვია რა, ანუ პერსპექტიული არის, იმიტომ რომ მალე გაძვირდება მანდაც ჩემი აზრით. ანუ აი ესეთი უბნები უნდა ავარჩიოთ, რადგან ესეთი მწირი ბიუჯეტი გვაქვს, ну მწირს ვეძახი, ხა შევიღაცისთვის შევა ძალიან ბევრია, მაგრამ დღევანდელ უძრავი ქონების ბაზარზე ძალიან მწირად ითვლება ეს უკვე რა. და ამიტომ უნდა არჩიო ესეთი ის რა ქვია ლოკაცია, იყიდო მშენებარე ობიექტში შეიტანო თანხა, დაელოდო 3 წელი, 3 წელიწადში დასრულდება, ეს შენი $60,000 ბინა გახდება $70,000-$75,000, მერე ეს გაყიდო და ისევ სხვა შენებობაში შეიტანო, კიდე 3 წელი დაელოდო და ესე დაახლოებით მაშინ რა ქვია 10 წელიწადში შეიძლება 2-3 ბინაზე წავიდე. რა მაინტერესებს, აი უძრავი ქონება როგორც მახსოვს არის ყველაზე მეტად ფულს აბანდებენ უძრავ ქონებაში, მსოფლიოში. შეიძლება ვწდები, მაგრამ ერთ-ერთი უმსხვილესი ნამდვილად იქნება, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ, სტაბილური საინვესტიციო აქტივია, ხო, უძრავი ქონება. მინიმალური თანხა რა არის, აი რითიც შეგიძლია ადამიანს დაიწყო უძრავ ქონებაში ინვესტირება, რომ მერე რაღაც მოგება მიიღო და მერე კიდევ რა ჩააბრუნო ინვესტიცია და ასე შემდეგ. ზოგიერთ ქვეყანაში რა $100-ით შეგიძლია ეს გააკეთო, იმიტომ რომ არის ტოკენიზაციის პრინციპები თუ ხსმენია არის განვითარებული ზოგიერთ ქვეყანაში, ანუ უძრავი ქონება იშლება რაღაც ტოკენებად, კრიპტოვალუტის მსგავსი ის რო ავიღოთ რაღაც ბაზარი არსებობს, სადაც ტოკენებად ხდება უძრავი ქონების დაშლა და მაგალითად $100,000-იანი ბინა შეიძლება დაშალო $100,000 ტოკენებს და გაყიდო ბაზარზე. შეგიძლია იყიდო. კი, ზუსტად ესეთი ინსტრუმენტებიც არის. განვითარებულ ბაზრებზე, განვითარებულ ბაზრებს ვიძახი, სადაც განვითარებულია ბირჟები, აქციებით ვაჭრობა, კრიპტოინდუსტრია არის. თუმცა პრინციპში ალბათ იქნება რომელიმე ინდექსი, რომელიც მხოლოდ უძრავი ქონებისთვის არის, ხო? თუნდაც საფონდო ბირჟებზე, რომელიც დააბანდებდა. არის, კი, და მიმულია რომელიღაცა თქვათ კონკრეტული კომპანიის ფონდის აქცია შეიძლება იყიდო, რომელი ფონდის ფლობს მაგალითად ლონდონში რაღაცა ცათამჯენებს ან რაღაცა შენობებს ან ამერიკაში და იმ კონკრეტული კომპანიის აქცია იყიდო. ეგეც შეგიძლია ირიბად გამოვარო შენ ნიუ-იორკის უძრავი ქონების რაღაც მეწილე ხარ. ოკეი. საუკეთესო პერიოდი რომელი არის ბინის აყიდლად წლის განმავლობაში, რას ფიქრობ? ახალი წელი. ახალ წელს რა ხდება? კარგი ფასდაკლებები აქვს დეველოპერულ კომპანიებს. იმიტომ რომ ერთი გეგმები აქვს შესასრულებელი. ახლა წლიური გეგმა აქვს, მაგალითად არ ვიცი, წელს უნდა გაიყიდა 50 ბინა. და აკლია 10 ბინა 40-ია გაყიდული, ხო? დეკემბერში ისეთ ფასდაკლებებს აცხადებს და ისეთ კარგ პირობებს გთავაზობს, რომ ოღონდ გეგმა შეასრულოს და გაყიდოს ის ბონუსი აიღოს ცალკე გამყიდველმა, ცალკე იმან რა ქვია თანამშრომელმა და ცალკე თვითონ დეველოპერმა რაღაცა ჩახუროს ეს პროექტი ან რაღაცა ეს გეგმა. ერთი, მეორე ის, რომ მაგ დროს ადამიანები ყველაზე მეტად ხარჯვისთვის არიან მომართულები. ეს იცის ყველა მსხვილმა კომპანიამ, მაგიტომაც არის, რომ შედიხარ სუპერმარკეტში და ერთი კოკა-კოლას ფასად არის 3 კოკა-კოლა და რაღაც გავსი ის რა ქვია. ეგეთი აქციები და ეგ ხდება იგივე უძრავ ქონებაზეც. ამიტომ ყველას ურჩევ ხოლმე, რომ თუ რაღაც ძალიან არ გეჩქარება, დაიცადე და ესეთ დროს შეიძინე, იმიტომ რომ რაღაცა კარგი ის იქნება, რა ქვია, აქციები იქნება. კი ბატონო, აი ყველაზე ახლა როგორ ფიქრობ, რომელი ბაზრები არის, რომელი ქვეყნები არის კარგი შესასვლელად უძრავ ქონებაში?
საქართველოს. ეს ხა სუბიექტურად რო აღნიშნე და ობიექტურად ანალიზის ჩატარება მოგიწევს რო გადაწყვიტო რისთვის გინდა რა გაქირავებისთვის ფასის ზრდისთვის თუ ასე შემდეგ რა ანუ სხვადასხვა მიზნები არსებობს ანუ დუბაი იყო მაგრამ მე მგონი რომ უკვე აი აწი ბევრით აღარ ველოდები დუბაიში უძრავი ქონების ფასების ზრდას 3 წლის წინ ცხოვრობდი მუშაობდი უძრავ ქონებაში და პანდემიის შემდეგ ძალიან სწრაფი ზრდა ქონდა, მაგრამ რაღაცა ეხლა უკვე მგონია რომ იმდენი ბინა გაიყიდა ჰაერი დუბაიში, იმდენი ბინა რომ დაახლოებით 2-3 წელიწადში უკვე ეს ყველა ბინა რომ ჩაბარდება და ეს უამრავი სათამბჯენი რომ ეს ამდენი ბინით ბაზარზე შემოვა, ყველას მოუნდება მეორად ბაზარზე ამ ბინების გაყიდვა, ისევ თავის ფული რომ გააქეშოს, მარტივად რო თქვა და დაიბრუნოს, ან გაქირავება მოუნდება. და ამდენი მოთხოვნა ბაზარზე ჩემი აზრით არ იქნება. და ეს სათამბჯენები დარჩება ალბათ ცარიელი ჩემი გადმოსახება. მე ესე ვფიქრობ რა, თუმცა მანდაც შეიძლება სუბიექტური ვარ და მე ფასი ხო დავარდება და მე ისევ აიწევს ალბათ. ხო, შეიძლება მე რაღაც პერიოდი დავარდეს, მე უკვე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ემირატების სახელმწიფომ რომ დატვირთოს ეს ბინები ჩამოიყვანონ, არ ვიცი, კომპანიები გადმოიყვანონ თავიანთი თანამშრომლებით, საცხოვრებლად, ქართველები რო წაგვიყვანონ. ტურისტები, ხო, არაბულ ქალაქს ხო. მაგაზე რას ფიქრობ მართლა, ეგ მაინტერესებს ამ არაბულ ქალაქზე. მე კარგად არ ვიცნობ მაგ პროექტს, თავს ვერ დავდებ, მაგრამ შენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. ეს Eagle Hills-ის პროექტზე ვსაუბრობთ? ხო, აი მithkma მოთქმა რასაც მოყვა ბოლო პერიოდში რა. კწანისისკენ რო შენდება, ალბათ მაგაზე ვსაუბრობთ, ხო? მე მგონი ეგ არის, კი. ხო. რა მე ძალიან მომწონს ეგ იდეა. იმიტომ რომ ისევ და ისევ ჩვეულებრივ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და დაბანდების კუთხით და აქ მუშახელი და ასე ეს ერთი მხარე ძალიან რო არ დავწრულმანდე მაგაზე ბევრი რო არ ვისაუბრო, მეორე მხარე არის ის რომ მაგ მხარის განვითარება მოხდება რა. არ ვიცი თუ გაგივლია მაგ ადგილას თუ ყო სპეციალურად წავედი რომ იქ ადგილები შემესწავლა. ძალიან მაინტერესებდა მართლა ესეთი რაღაცა ბუმი და აჟიოტაჟი რომ მოყვა, სად რა კეთდებოდა. ანუ ფონიჭალა იყო თუ ის იყო რა ქვია, რაუბანი იყო, თბილისი იყო საერთოდ, რუსთავი იყო თუ ანუ რა ლოკაციის აღქმაც მინდოდა, ნახვას და ასე შემდეგ. აი პირდაპირ გეტყვი რომ გული დამწყდა აქამდე ეს ტერიტორია რატო არავინ არ აითვის ამეთქი რა ისეთი ლამაზი ადგილი არის მდინარე სიმწვანე ბუნება სიწყნარე სიმშვიდე პროექტის დეტალებს იცნობ კარგად ეგ რამდენად შენარჩუნდება ეგ სიმწვანე მდინარე ჭიტების ჟღურტული ხო აი არ ვიცი მაგაზე თავს ვერ დავდებ აი ყველაფერი გაიჩეხება მაგრამ ეგ რო გაიჩეხოს ალბათ ის აზრს დაკარგავს ის პროექტი რა პროექტიც კეთდება ხო ალბათ რა ანუ და საერთოდ აღარ იქნება მაშინ დუბაიშიც აქვს გაჩეხილი და ქვიშიანი ტერიტორიები და ჩვენთან რატო ჩამოვიდნენ მაგ ბუნების გამო ჩამოვიდნენ ალბათ აქ პროექტის გასაკეთებლად მე დუბაიში პირიქით ბუნებას აკეთებენ გერჩი ხო პირიქით ხო ანუ ბუნები რო ნახო ისეთი გამწვანებულია და რამდენიმე 10,000 ფრინველი ჩიტები ჩამოიყვანეს რომ გამრავლებულიყვნენ და ეს დუბაიში რომ გამოხვალ და ჭიკჭიკი რო გესმის ხანდახან გიკვირს რომ აი აქ როგორ რა ეს ჩიტების ჟღურტული და ეს რაღაცა ის ხელოვნურად ამ ეკოსისტემას ხო ხელოვნურად შვებიან ამ ეკოსისტემის შექმნას და აქ არ მგონია მოსპონო რა ანუ ჩემი აზრია რა აი რო გქონდა შესაძლებლობა ბევრ რაღაც პრობლემას მივედმოვიდეთ ხო დღეს სიღრმისეულად ცხადია ყველაფერს ვერ ჩავყვებოდით მაგრამ რომ გქონდეს აი რაღაც ეგ უფლება კი არა შესაძლებლობა რომ მოგანიჭოს დღეს ღმერთმა რა რომ რაღაც ერთი რაღაც შეცვალე ძრავი ქონების ბაზარზე რას შეცვლით ნებისმიერი რამ თუნდაც კანონი თუნდაც რა ნებისმიერი საკანონმდებლო ჩარჩოებში მოვაქცევდი უძრავი ქონების ბროკერების საქმიანობას ლიცენზირებულს გავხდიდი ამ საქმიანობას იმიტომ რომ ძალიან არასახარბიელო სიტუაცია დღესდღეობით ამ კუთხით ბაზარზე და რატომ არ უნდა ჰქონდეს უძრავი ქონების ბროკერს აგენტს მრჩეველს ლიცენზია მაშინ როდესაც ლიცენზია აქვს ანუ არანაკლებ საპასუხისმგებლოა ეს საქმიანობა ადამიანს ურჩევ სახლს სადაც შეიძლება მთელი თავისი ცხოვრება გაატაროს, ხო? ესეც სახლის ყიდვაში ეხმარები და რჩევებს აძლევ და კონსულტირებას უწევ.
და რატო არ უნდა ქონდეს მას ლიცენზია, როცა აქვს ტაქსის მძღოლს ლიცენზია, არ ვიცი, რაღაცა კბილის ექიმს თუნდაც კიდე რაღაცა არქიტექტორს არ მახსოვს ლიცენზია აქვს თუ არა. შეიძლება ვიტყვები, ხო, ვისაც აქვს. მოკლედ ისეთი სფეროები ბევრი არის მონათესავე შეიძლება არ იყოს, მაგრამ სფერო რომელიც პასუხისმგებელი არის რაღაც გარკვეულწილად ადამიანის როგორც ჯანმრთელობაზე, ისე კეთილდღეობაზე, ისე სერვისზე და ასე შემდეგ და უძრავი ქონება ესეთი ღირებული ყველაზე ძვირიანი პროდუქტია, ხო? საქართველოში ამაზე ძვირიანი არის ჩვენთან იეხტების ბაზარი და ემის ბაზარი არ არის, ხო? რაღაც მილიონიან პროდუქტებს რო ყიდიდით. ყველაზე ძვირიანი უძრავ ქონება და ესეთი ძვირიან პროდუქტის გამყიდველს რატო არ უნდა ქონდეს ლიცენზია და გამოცდის ჩაბარება არ ევალებოდეს და სხვა მსგავსი მიმართულებით. კი ბატონო. ასევე მაინტერესებს შენი ხედვა, პროგნოზი როგორი არის ზოგადად უძრავი ქონების ბაზართან დაკავშირებით გრძელვადაში რა. საით წავა რას ფიქრობ? და არა მარტო ხო რა უძრავი ქონება ზოგადად და იმ მთლიანობაში რო ავიღოთ. ამი რთულია მაგის თქმა, ეხა მარსზე გადავალთ თუ არა საცხოვრებლად და იქ მე მოხდება თუ არა რაღაც მიწების და მაგრამ უშვებ მაგასაც ხო? მაგრამ ალბათ ხო უშვებ მაგასაც, რომ დედამიწაზე თუ იმდენად გაიზრდება მოსახლეობა, შეიძლება სხვა რაღაც ალტერნატიული პროექტები დავინახოთ იგივე როგორიც არის რაღაცა ადრე იყო დაანონსებული, არ მახსოვს რომელ ქვეყანაში, მაგრამ რაღაცა კედლის მსგავსი ის რო იყო, ქალაქი რო იყო, რაღაცა სარკისებური დიდი შენობა რო იყო, რამდენად რეალობა იყო, არ ვიცი, მაგრამ იყო რაღაც ეგეთი პროექტი და თუნდაც რაღაცა სხვა ალტერნატიული რაღაც ისენი რაც ის რეალობები რაც ფილმებში გვაქვს ნანახი შეიძლება ხვალდაზე დავინახოთ რეალობაში რა, წყალქვეშა ქალაქები თუ ჰაერში გამოკიდებული ქალაქები და ასე შემდეგ რა, რატომაც არა. მოდი ამით დავასრულოთ მაშინ ჩვენი საუბარი და ნახოთ აბა აი ეს ჩანაწერი ხო დარჩება ეხლა რაღაც YouTube-ის ისტორიაში. და აი ერთი 50 წლის მერე თუ ვინმე ნახავს ამ ეპიზოდს, აი ჩვენ წინასწარმეტყველება არა, პროგნოზი გავაკეთეთ, რომ ეგრე მოხდებოდა. მადლობა ლევან, კიდევ ერთხელ. რომ დაგვითმე დრო და რა ვიცი, ნახოთ რა მოხდება უძრავი ქონების ბაზარზე რა. ეგ არის. მადლობა რომ გვიყურეთ, არაფერს არ მოგიწოდებთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი. იმიტომ რომ კარგი რაღაცები მოხდება. მადლობა მოწვევისთვის. ნახვამდის.